გაქვს ხმაურიანი მაყუჩი? ამ ფიქრობ რომ რადგან ქახნულია ვერავინ შეგეხება? მეგობარო, შენ შეიძლება ილუზიაში ცხოვრობდე. მოგესალმებით, ეს არხის აბროდებულა და დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ახალ კანონმდებლობაზე. რა არის ლეგალური და როდის შეიძლება პრობლემები შეგექმნას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ პოლიციამ გაგაჩერათ, მაგრამ დარწმუნებული ხართ, რომ გეყენიათ ქახნული მაყუჩი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცული ხართ. პოლიციას შეუძლია იმის გამო, რომ ხმა არ მოეწონა მაყუჩის, გაგაგზავნოთ ექსპერტიზაზე და დაგიწეროთ 200 ლარიანი ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ გაქვს შეცვლილი მაყუჩი და არ არის ქარხნული, დიდი ალბათობით პოლიცია უეჭველი დაგიწერს ჯარიმას, იმიტომ რომ არ მოეწონება ხმა და ვერ დაუმტკიცებ იმით, რომ დეციბალებს არ აჭარბებს. ქახნული მაყუჩის არ ქონის შემთხვევაში პოლიციამ თუ გაგაჩერათ, გარანტირებული გაქვთ ჯარიმა და გადაყვანა საჯარიმოზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები არ არიან აღჭურვილები დეციბალების საზომით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეციბალებს ვერავინ ვერ გაგიზომავთ. ისინი თავისუფლად გააგზავნიან მოტოციკლეთს ექსპერტიზაზე და იქ დაგიდგინდება შენ ქახნული მაყუჩი გაქვს თუ შეცვლილი. ექსპერტიზაზე გადაყვანის შემთხვევაში მგზავრობისა და საჯარიმოზე დგომის ფული უნდა გადაიხადოს შენ. საჯარიმოზე დგომის ფული ერთი დღე არის 10 ლარი და გადაყვანის დიდი ალბათობით იქნება კილომეტრებზე დაფუძნებული. რა ხდება ექსპერტიზაზე? ექსპერტიზაზე როდესაც გადავა მოტო და დაგიდგინდება, რომ გაქვს ქარხნული მაყუჩი, გაგიუქმდება ჯარიმა, მაგრამ არ დაგიბრუნებენ მოტოს გადაყვანის და საჯარიმოზე დგომის ფულს. ხოლო თუ დაგიდგინდა, რომ მაყუჩი არის არაქარხნული, მაშინ მოტოციკლს ვერ გაიყვან საჯარიმოდან, სანამ არ დააყენებ ქარხნულს. წესდება ემყარება ევროპული დირექტივას 2009/40 EC, რაც ნიშნავს, რომ ყველა ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს წარმოებლის ორიგინალურ სტანდარტებს. მოდი განახებთ ახლა მაგალითს, თუ სად შეიძლება ეს ყველაფერი ნახოთ თქვენს მაყუჩზე. მაგალითად ავიღოთ Kawasaki Ninja-ს ლეონიცეს მთლიანი გამშვები, რომელიც არის მორგებული ევროპულ სტანდარტებზე. ეს ყველაფერი აღწერილი არის მაყუჩის დასამაგრებელზე. მანდ უნდა ეწეროს პატარა i ინგლისური 13 ან i4 ან რაღაც ეგრე. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მორგებულია სტანდარტებზე. იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ცვლილებები შეტანილი და არ არის დაზუსტებული არაფერი. გარანტია არ აქვს, რომ ევროპული სტანდარტებზე მორგებული მაყუჩი გადაგვარჩენს ჯარიმას. ამიტომ პოლიციელები ხელმძღვანელობენ მხოლოდ იმით, რომ მოტოს უკეთია თუ არა ქარხნული მაყუჩი. უკვე მოხდა შეხვედრა ჩემი ქალაქი მკლავს ჯგუფის წევრებისა და მოტო ფედერაციის დირექტორთან. მათ განიხილეს დეტალები, რათა შედარებით საზრიანი და ყველასთვის მორგებული ყოფილიყო ეს კანონი. მათ დაწერეს თავიანთ პოსტზე, რომ კანონი უნდა გააქტიურდეს ღამის 11 საათიდან და მოქმედებდეს დილის 8 საათამდე. ასევე პოლიციელები იყვნენ აღჭურვილები დეციბალების საზომით და მოტოს ხმაური უნდა იზომებოდეს მაყუჩიდან 1 მეტრის მოშორებით. კანონი უკვე შევიდა ძალაში და მოდი ახლა ვისაუბროთ, რით შეგვიძლია ავირიდოთ ჯარიმა. პირველი არის, რა თქმა უნდა, რომ შევცვალოთ მაყუჩი და არის მეორე ვარიანტი. არ ჩავიაროთ პოლიციასთან სწრაფად და არ გავაღიზიანოთ ისინი. დღევანდელი ვიდეო იყო სრულიად ინფორმაციული და გაუგებრობისგან დაცული. იმედი მაქვს, დაგეხმარეთ და საჭირო ინფორმაციას წაიღებთ ვიდეოდან. შემდეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული კანონს დაემორჩილებით თუ წახვალთ მის წინააღმდეგ. დააფიქსირე შენი აზრი კომენტარებში თუ რას ფიქრობ ამ კანონზე და გაგვიზიარე შენი გამოცდილება. არ დაგავიწყდეს დაალაიქო ვიდეო და გამოიწერო არხი. მადლობა ყურადღებისთვის.